უწევს მუშაობა და იქედან აკეთებს ძალიან საინტერესო ვიდეო ბლოგებს. თენგო არის ის ჟურნალისტი, რომელსაც არც იუმორი ეშლება, სხვათა შორის კაბრეზული გამონათქვამებით ძალიან ოსტატურად შეუძლია მოარგოს მის აკადემიურ ტექსტებს. თენგო, მოგესალმები. მადლობა ჩართვისთვის. ხო, რადგან გიორგი სანაიას მკვლელობის დღე არის დღეს, ამიტომ მინდოდა სწორედ რუსთავი ორის ნიშით შემომეყვანე, იმიტომ რომ ჩვენთვის ორივესთვის რუსთავი ორი ის რუსთავი ორი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით და რომელსაც მთელი საქართველო პატივს სცემდა, რომელიც იყო საქართველოში თავისუფალი სიტყვის პირველი მედროშე, სამწუხაროდ აღარ არსებობს, მაგრამ ვართ ჩვენ, ვინც დავფრთიანდით ამ ტელევიზიაში. თენგო, როგორია შენთვის ეს დღე? გავიხსენოთ გიორგი, რას ფიქრობ, ახოსთვის ძალიან ძიმე იქნება სამარტო საკანში, იმედია გვიყურებს ახლა. ვახო გამარჯობა. ჩვენთან ვარ ყველანი. მე გონია რომ გონია რა ზუსტად ვიცი რომ გიორგის მკვლელობა გახდა ეს შემოbrunების მომენტი ისტორიაში. ეს არ იყო უბრალოდ ჟურნალისტის მკვლელობა, რაც ასევე ხშირად არ ხდებოდა ნამდვილად საქართველოში, არც მახსოვს უბრალოდ ასეთი შემთხვევა, მაგრამ გიორგის მკვლელობას მოყვა, უბრალოდ თუ გაიხსენებთ, მოყვა სამთავრობო კრიზისი და დაიშალა მმართველი პარტია, მოქალაქეთა კავშირი. თვითონ ქონდა შიგნით წინააღმდეგობა, მაგრამ იქამდე ერთიანი იყო. გუნდი გაიყო, იქით დარჩა ეს მოქალაქეთა კავშირი, ძველები, რეტროგრადები და აქეთ წამოვიდნენ რეფორმისტებად წოდებული ხალხი. პარლამენტს თავმჯდომარე გადადგა, შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენეს, გენერალური პროკურორი გადააყენეს, მერე რუსთავი ორ შემოვარდა, იქამდე უფრო სწორედ უშიშროება და დალუქვა უნდოდა, მაგრამ ამან რუსთავი ორი გახადა ჩამოყალიბებული მხარე, მებრძოლი მხარე, იქამდე თავისუფლებისთვის მებრძოლი ინსტიტუცია. ამის მერე რუსთავი ორი გახდა სიმბოლო. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო გიორგის მკვლელობა. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეს არ ქონდა გათვლილი იმ ადამიანებს, ვინც გიორგის კლავდა, მაგრამ გამოვიდა რომ აბსოლუტურად ისტორიული ამბავი იყო. ისტორიული ცუდი საქმე ჩაიდინეს. და ამ კითხვებს პასუხი ჯერ კიდევ უნდა გაიქცეს. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, არავის არ ჯერა იმ გრიცკოს თუ ვიღაც ისტორია, მაგრამ მე არ ვიცი რატო არ გამოიძია ეს საქმე ეგრეთ წოდებულ ნაციონალების ხელისუფლებამ. რა უშვიდა ხელს, რა საბუთი არ ქონდათ, რატომ ვერ მოაბეს თავი ამ საქმის გამოძიებას, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ გაცილებით უფრო ცხელი იყო კვალი, მაშინ გაცილებით მეტი დაგება შეიძლებოდა და ახო მიყოდა სხვათა შორის ამ საქმეს მე მილაპარაკია ვახოსთან ძალიან საინტერესო დეტალები აქვს. კი, და ჩვენი მეგობარი ასევე გიორგი გვიშიანი იძიებდა ამ საქმეს მთავარ არხზე გადაცემა პოსტფაქტუმში. მაგალითად გაგახსენებთ იმ ინტერვიუს, რომელიც ვახოს აქვს ჩაწერილი ციხის თავთან. რომელიც თუ არ მეცნობა კალაძიძმის საქმესთან არის დაკავშირებული, რომელიც მე იხსენებს პანკისის ხეობის ამბებს, აი ჭიჭიაშვილის ბანდის წევრია მოკლედ და იხსენებს პანკის ხეობის ამბებს და პირდაპირ ასახელებს თამაზაშვილის გვარს. თამაზაშვილი ფიგურირებდა ამ სანაიას საქმეში. რატომ არავინ არ დაკითხეს, რატომ არ გაყვნენ ამ კოლს? მე მართლა არ მესმის უბრალოდ. მაგრამ ასე გამოვიდა რომ გიორგის მკვლელობა გახდა ისტორიული ნეგატიური ნიშანსვეტი, ასე ვთქვათ, რაღაცა ეტაპი დამთავრდა და დაიწყო ახალი ეტაპი, ცალკე მედიის ისტორიაში და ცალკე რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში. მე არ მინდა ახლა რომ რომელმაც რაღაცნაირად იმ პერიოდში ჟურნალისტიკის რომანტიზმის ხანა დაასრულა. აბსოლუტურად. ხო, სხვანაირი რუსთავი ორი იყო, იქამდე რუსთავი ორი ლიდერი იყო, იქამდე და იმის მერეც, მაგრამ რუსთავი ორი თვითონ შეიცვალა. სხვანაირი რუსთავი ორი გახდა, აიძულეს რუსთავი ორი რომ შეცვლილი იყო, აიძულეს ის ჟურნალისტები რომ მებრძოლ ჟურნალისტებად ქცეული იყვნენ, იქამდე იყვნენ კრიტიკული ჟურნალისტები და მერე გახდნენ მებრძოლი ჟურნალისტები. ამიტომ რუსთავი ორის მონაწილეობა და აქტიური მონაწილეობა ვარდების რევოლუციაში იყო ბუნებრივი გამოძახილი, ბუნებრივი რეაქცია იყო რუსთავი ორის. ეხლა ამას ვამბობ როგორც უკვე სრულად წარმოუდგენელია. ახლა რასაც ვხედავთ, მაშინ იქ მომუშავე ადამიანები ახლა რუსულ საქმეს აკეთებენ და ადამიანებისკენ გეშავენ პრაქტიკულად ტიტუშკებს, ბიძინა ივანიშვილის ტიტუშკებს. ეს არის სრულად წარმოუდგენელი, ამაზე მე არ მინდა გავჩერდე. თენგო, აი ამდენი წლის შემდეგ, 25 წლის შემდეგ,
წარმოსადგენი იყო, რომ ქვეყანაში ჟურნალისტს Facebook პოსტის გამო დაიჭერდნენ და თან ხო მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ნათესაურ კავშირს თავისი დანიშნულება აქვს, რომ ვახოს ანაიას, გიორგი ანაიას ძმას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის არ არის მხოლოდ გიორგი ანაიას ძმა, ვახოსაც თავისი განსაკუთრებული ნიშა აქვს ქართულ ჟურნალისტიკაში, ვახოს დაიჭერდნენ Facebook პოსტის გამო. შენთვის ეს წარმოსადგენი იყო? მოკლე პასუხი არა. მაგრამ ახლა 2026 წლის ივლისის გადასახედით მე ამის ახსნა ლოგიკურად უკვე შემიძლია. უბრალოდ ხედავთ ამ რეჟიმის შიგნეულობას. ხედავთ რომ რეჟიმს სხვანაირად არ შეუძლია. რეჟიმმა თუ უფრო და უფრო არ მოუჭირა ჭანჭიკებს, იშლება როგორც ასეთი. ხო, აი ირაკლიც ამას ამბობს. რა თქმა უნდა, გორია ივანაშვილს ესმის ეს ყველაზე კარგად. იმიტომ რომ ამას გრძნობს ინსტინქტურად. ძალიან განვითარებული აქვს ინსტინქტები და ამას გრძნობს და ხედავს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჯერ საკუთარ მომხრეებს უნდა აჩვენოს, რომ მაგარია და უკან დამხევი არაფერზე არ არის და მერე უნდა გვაჩვენოს ჩვენ, რომ ემანდ არც ფიქრი გაგექცეთ, არც სიტყვა გაგექცეთ, არც საქმე გაგექცეთ, თუ არ გინდათ წადით საერთოდ ამას ეუბნება პოლიტიკურ ლიდერებს იმავეს. თუ არა და აგერ ბატონო გდანის ციხე მაქვს და იმის რა ქვია, რუსთავის დამზადებული აქვს კიდევ ერთი პატიმრობისთვის. აგერ მოგზანდით, აგერ შენთვის 15 წლიანი ისა მაქვს საქმე, მაქვს შენთვის 14 წლიანი, შენთვის 35 წლიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გზავნილები აბსოლუტურად ცხადია. ჩვენ ვიცით რომელ სკოლაში აქვს ეს ნასწავლი გორია ივანაშვილს. გორია ივანაშვილს ეს ნასწავლი აქვს პუტინის სკოლაში. იმავე სკოლის კურსდამთავრებულია ალექსანდრე ლუკაშენკა, იგივე ტრადიცია, თუმცა სხვა სკოლა დამთავრებული რა ქვია, ნესს კორეელს ასე ხდება ყოველთვის დიქტატურაში. ნებისმიერ დიქტატურაში, ლათინოამერიკულში, ქართულში, აზიურში, აფრიკულში, ყველგან ასე ხდება. რაც უფრო მეტად მოუჭერ, მით უფრო მეტად გონია, რომ უფრო მაგრად გახარ ფეხზე, მაგრამ არსებობს ასეთ საგანი მასალათა გამძლეობა. და ყველა მასალას აქვს თავისი ზღვარი გამძლეობის. რაღაცას უძლებს, რაღაცას ვერ უძლებს. საზოგადოებასაც აქვს თავისი გამძლეობის ზღვარი. საზოგადოება რაღაცას ითმენს, რაღაცას აიტანს, რაღაცაზე ახმას არ ამოიღებს, რაღაცაზე ცოტას აიბუზღუნებს და მერე გაჩუმდება, მაგრამ აქვს რაღაც ზღვარი, მათ შორის ქართულ საზოგადოებასაც ჩვენ კი შეიძლება ვიძახით, რომ აბა სად არის ეს ზღვარი, მაგრამ აქვს ქართულ საზოგადოებასაც ეს ზღვარი, როცა იტყვის, რომ აი უკვე აღარ მინდა. აღარ მინდა, იმიტომ რომ არ შემიძლია. ამას იტყვიან შვილები, მერე მამები და ბაბუები იტყვიან. ასე მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მათ შორის უახლოეს ისტორიაში. ვარდების რევოლუციაც ასე იყო. იქამდე საბჭოთა კავშირის გრევის ამბავი 80-იანი წლების ბოლო, 90-იანების დასაწყისში, რაც მეც მახსოვს და შენს გახსოვს. მაშინაც ასე იყო. საზოგადოება მიხდა რომ დაიღალა, საზოგადოებამ იგრძნო რომ დაიღალა. ეხლა კომუნისტებზე მაგარია ბორია ივანაშვილი, ნამდვილად არ არის კომუნისტებზე მაგარი. საბჭოთა კგბ-ზე მაგარია ამისთვის რომელსაც ხელმძღვანელს უცვლიან მას რა ქვია ბინძური წინდები 5 თვეში ერთხელ. რა თქმა უნდა არა. ბორია ივანაშვილის რეჟიმსაც ეულდება დასასრული. უბრალოდ მე ეხლა ნამდვილად მიჭირს თქმა დღისა და თვის როდის მოხდება ეს, მაგრამ საზოგადოებას რომ აქვს თავისი მოთმინების ზღვარი, ამას ისტორია ამბობს. მაგალითებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მაგალითების გათვალისწინებას აქვს თავისი დიდი როლი პროცესის განვითარებაში. შენ ლატვიაში ხარ უკვე წელიწადზე მეტია და ეს არის ქვეყანა, სადაც რუსული ინფილტრაცია საკმაოდ მაღალია. მათ შორის მთელს ბალტიის ქვეყნებში. როგორ მოერია ბალტიისპირეთი ამ პრობლემას? რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და შენ ალბათ თვალყურს ადევნებ, რა ხდება საქართველოში, რა რაოდენობის რუსი ტურისტის სახელით შემოსული ადამიანია, რომელიც ცდილობს უკვე თავისი კანონები დააწესოს, უკარნახოს ქართულ საზოგადოებას. ეს ჭიდაობა მიდის მუდმივად. ლატვიასა და ესტონეთში ძალიან დიდია რუსული ეთნიკურად რუსულენოვანი, ამას რუსებს არ ეძახიან, რუსულენოვნებს ეძახიან, იმიტომ რომ მარტო ეთნიკური რუსები არ არიან საბჭოთა დროს ჩამოსახლებულები. რუსულენოვნებს უწოდებენ. ან რუსულენოვნების წილი ლატვიასა და ესტონეთში არის ძალიან მაღალი, დაახლოებით მესამედი უხეშად. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. რუსულ ენოვნება ამ შემთხვევაში რუსეთის მომხრეობასაც ნიშნავს ბალტიისპირეთში? ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, ყოველთვის არ ნიშნავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნიშნავს.
ადრე უფრო საგრძნობი იყო ეს პრობლემა, ვთქვათ 90-იანებში უფრო საგრძნობი იყო ეს პრობლემა, იმიტომ რომ აი ნოსტალგიით გამსჭვალული ადამიანების რიცხვი მეტი იყო, მაგრამ ახლა ამ განათლების რეფორმებით, უამრავი სოციალური აქტივობით, რომელსაც სახელმწიფოები, ბალტიური სახელმწიფოები გეგმავენ და ახორციელებენ, ხდება მეტად თუ ნაკლებად წარმატებული ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ აქამდე იყო ორი საზოგადოება, რუსულენოვანი და ლატვიურენოვანი ან ესტონურენოვანი. ახლა ეს საზოგადოებები ნელ-ნელა ერწყმის ერთმანეთს. მაგალითად, განათლების სისტემაში აღარ არის რუსული სკოლები. რუსული კლასები ჯერ კიდევ რაღაც არის დარჩენილი, მაგრამ ამ კლასებსაც გააუქმებენ და მთლიან განათლება ლატვიაში გადადის ლატვიურ ენაზე. ლატვიური განათლების მიღება ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა გაქვს წახვალ. არ ვიცი, ამსტერდამის უნივერსიტეტში წახვალ, ისევე როგორც რიგის უნივერსიტეტში შეგიძლია ისწავლო, ან შეგიძლია წახვიდე მადრიდის უნივერსიტეტში. მთელ ევროკავშირში გახსნილი გაქვს გზა და როცა სკოლას ამთავრებ, იქ რა უნდა გქნა? ჩელაბინსკის უნივერსიტეტში უნდა წახვიდე, იმიტომ რომ სხვა განათლების სხვა შანსი და სხვა პერსპექტივა არ გაქვს. ხო, მაგრამ ამ ადამიანებსაც გაასწრო. ამ ახალგაზრდებსაც ისმით, რომ ეს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ გაასწრო რუსეთს. მისი ყველაზე სუსტი პერიოდის დროს ისინი გახდნენ სრულად დამოუკიდებლები ჩაჭრეს ყველანაირი საცეცები რუსეთთან. გაასწრო, მაგრამ ჯერ კიდევ ჭიდაობენ. აი, ახლა მაგალითად ამ დღეებში მიდის განხილვა ლატვიის სეიმში კანონპროექტისა, დამატებების უბრალოდ კანონისა, რომელსაც ქვია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების დაცვის შესახებ კანონი. ასეთი კანონი არსებობს ლატვიაში. უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების დაცვის შესახებ კანონი არსებობს ლატვიაში. ეს მიიღეს რომელიც რას გულისხმობს თენგო? აი, ახლა ამატებენ ამ კანონს ასეთ დეტალებს, რომ იკრძალება რუსეთიდან წიგნების შემოტანა, ჟურნალების შემოტანა, გაზეთების შემოტანა, სათამაშოების შემოტანა, მათ შორის ელექტრონული სათამაშოების შემოტანა, იმიტომ რომ ელექტრონული სათამაშოები საკმაოდ იმპერიალისტური აქვს რუსებს, ისევე როგორც მედია. და ეხლა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს მაყურებელს, მაგრამ იკრძალება რუსული სიმღერების ტირაჟირება რადიოში, მაგალითად ლატვიურ რადიოში, რომლის ავტორიც არის სანქცირებული ევროკავშირში ან ლატვიაში. და ასეთი არის მაგალითად სიმღერა ვერნისაჟი, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცის. ლაიმა ვაიკულე მღერო და რაიმონდ პაულსის სიმღერა. რაიმონდ პაულსი არის, ცოცხალი ღმერთია ლატვიელებისთვის, მაგრამ ამ სიმღერის ტექსტის ავტორი, რუსული ტექსტის ავტორი არის რეზნიკი, თუ არ მეშლები. ილია რეზნიკი? სახელი გამახსენე. სანქცირებული ევროკავშირში. ამიტომ ეს რუსულ ტექსტიანი სიმღერა იქნება აკრძალული. ეხლა თუ ვინმე ძალიან ნერვიულებს, უნდა დავაწყნარო, რომ რაიმონდ პაულსის არც ერთი სიმღერა რუსულად არ დაწერილი. ყველა სიმღერა იწერება ლატვიურად, ყველას აქვს ლატვიური დედანი და მე არის გადაკეთებული, მე რუსი პოეტები წერენ უკვე რუსულ ტექსტებს. ანუ თვითონ სიმღერა პაულსის რუსული ვერსია აიკრძალება, ამას ამბობთ? რუსული ვერსია 8 სიმღერაზეა, თუ არ მეშლება ლაპარაკი, რუსული ვერსია აიგრძალება. ხო. ყველა რუსული არა, იმ რუსი პოეტებისა, რომლებიც არიან სანქცირებულები და ასეთი არის ეს რეზნიკი და შეიძლება კიდევ ვიღაც. მოკლედ დათვალეს, რომ დაახლოებით 8 სიმღერა, თუ არ მეშლება, 8 სიმღერას აკრძალავენ რადიოებისთვის. ეხლა ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ აი, სიმღერაა, მაგრამ პრინციპის ამბავია რა. პრინციპის ამბავია თქო, იმ ვიღაცა რეზნიკმა, რომ მე ლატვიურ რადიოს ფული მოსთხოვოს ჰონორარი. ლატვიურმა რადიომ როგორ უნდა გადაუხადოს სანქცირებულ ადამიანს? ვერ გადაურიცხავს ფულს. მოკლედ ეს ამ პრობლემას აი ასე ებრძვიან, მაგრამ ვიღაც რო წავიდეს ახლა ლატვიის საკარგია რომ ახლა ლატვიაში მხოლოდ ეს არის პრობლემა. მარტო ეს არ არის, ახლა ამას ვამბობდი, ახლა ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საზღვარზე რომ მივიდეს ვიღაცა რუსეთთან, ბელარუსთან, ნახავს რამხელა სამუშაო მიდის იქ, საინჟინრო სამუშაო, სრულმასშტაბიანი საინჟინრო სამუშაო მიდის, ეგრეთ წოდებულ დრაკონის კბილებს აყენებენ, ღობეებს დგამენ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, კამერებს, გარნიზონებს ათავსებენ იმისთვის, რომ მოამზადონ აი ეს რუსების თავდასხმის ხაზი, იმიტომ რომ რას დრო გადის რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურად ლაპარაკობენ, რომ ჩვენ უკრაინასთან ერთად ამად დავარტყავთ, ან უკრაინის შემდეგ ამად დავარტყავთ და ამათ ეს არ უნდათ. ამათ ეს არ უნდათ, ამიტომ ამ ქვეყნებში ერთი რომ ნატო აძლიერებს საკუთარ კონტინგენტებს და ბრიგადის დონემდე ავიდა 5-6 სამხედრო ყავს თითოეულ ამ ქვეყანაში ნატოს თლიანად მესმის კონტინგენტი და აძლიერებენ საჰაერო
კონტროლს. მუდმივად პატრულებენ ამაცაში თენგო ქარხნებს აშენებენ აქ ლატვიაში მაგალითად ქარხნებს აშენებენ რომლებიც აქეთ ლატვიის სამხედრო მრეწველობა ლატვიის არმიის საჭიროებებს მომსახურებიან და იქით კიდე უკრაინას მიაწოდიან დრონებს. მოკლედ ეს ქვეყნები იბრძვიან და მუშაობენ როგორც შეუძლიათ. ეს არის ქვეყნები რომლებიც ცხოვრობენ, არსებობენ რუსეთის საზღვარზე, რუსეთის საზღვართან, რუსეთის სიახლოვეს, მაგრამ ესმით რუსეთის სიახლოვის და რუსეთის მეზობლობის ფასი და სიმძიმე და რისკი. თენგო სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელ რეჟიმს ეს არ ესმის, უბრალოდ ესმის, მაგრამ არ უნდა რომ შეიმჩნიოს. აი სწორედ ეგ მინდა კითხო. შენ მაინც დისტანციურად ალბათ არა დარწმუნებული ვარ, ფიქრობ გამოსავალზე, იმაზე როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ჟურნალისტებმა, როგორ უნდა იმუშაოს ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორ უნდა იმუშაოს პროტესტმა. რა შეხედავ შენ გამოსავალს და რა რჩევა შეგიძლია მოგცე მაკედან დისტანციურად? ერთადერთი ყველა ვინც ქვეყანაში ან ვინც ქვეყნის გარეთ ბრძოლის გაგრძელება არ გაჩვენება. არ გაჩვენება და არ შეგუება, იმიტომ რომ მარტო პროფესიის დაკარგვაზე ხო არა. იმიტომ რომ ნიჰილიზმის უფლება არ გვაქვს თუ იმიტომ როგორც შენს და ირაკლიც ამბობს რეჟიმი მართლა იშლება. ეს განცდა რამდენად ობიექტურია, ესეც მაინტერესებს. ეს დასკვნა არის ისტორიული ფაქტები დასაბუთებული. შეიძლება ვიღაცა ვერ გრძნობდეს რომ რეჟიმი სუსტია, რეჟიმი უკან დამხევია, იმიტომ რომ რეჟიმი ჩვენ პროცესში და რუტინაში ვართ. ისტორია გვეუბნება და ყველაზე ობიექტური შემფასებელი ამისა არის ისტორია. ყოველთვის ყველა იმპერია ინგრევა. ყოველთვის ყველა დიქტატურა ინგრევა. არ არსებობს არც ერთი დანიელ ორტეგამ რო აგზალოს ახლა მაგალითად თუ აგზალა უკვე არჩევნები, დანიელ ორტეგას ჩამოიშლება. დღეს არა ხვალ ჩამოიშლება. ხვალ არაზე ჩამოიშლება. ასევე ჩამოიშლება ბორია ივანაშვილი. რაც არ უნდა მოიფიქროს, რაც არ უნდა ჩაიდინოს, რამდენი ჟურნალისტიც უნდა დაიჭიროს. Facebook-ის პოსტებისთვის კი არა, დაცემინებისთვის ციხე რო შემოიღოს, ხვალე მაინც დაიშლება, მაინც ჩამოიშლება ხუხულასავით ეს ქვეყანა. შეუძლებელი ჯერ შეუძლებელი ინტელექტის მქონე ადამიანებმა, რომლებიც მას ყავს ახლა გარშემო, შეუძლებელია რომ რაიმე რეჟიმი შეუნარჩუნოთ. უბრალოდ ქართული ოცნების მომხრეებს მიმართავ გაიხსენეთ. რა ხალხს აძლევდით ხმას თქვენივე კალმებით რო გარბოდით ჩემო სახაზად 2012 წელს და ვინ შეგრჩა დღეს. აი ტიპაჟები შეადარეთ, ფიზიონომიები შეადარეთ, ჰაბიტუსები თქვენ რო გიყვარდა, IQ შეადარეთ, იმათი და ამათი. მადლობა. მის ხელში ჩაყარათ ამ კაცმა. და მიხვდებით რომ აბსოლუტური დეგრადაციის გზაზე ხართ თქვენი რეჟიმიან. თენგო, გეთანხმები ყველა სიტყვაში და მიხარია და მომწონს შენი ოპტიმიზმი. მადლობა და გემშვიდობები.